იცვლება თუ არა TikTok-ი? რა ალგორითმული ცვლილებებია მსოფლიოს გიგანტ ვიდეო პლატფორმაზე? როგორ ახლდება YouTube-ი, განსაკუთრებით კონტენტ კრეატორებისთვის? ასევე რა სიახლეებს გვთავაზობს კიდევ ერთი პოპულარული მეტას პლატფორმა Instagram-ი? და საერთოდ, როგორ მუშაობს სოციალური ქსელების ალგორითმი? თამაწყვეტილი და ჯერჯერობით უკონტროლო ხელოვნური ინტელექტის, საერთაშორისო აბრევიატურით კი AI-ის ეპოქაში. ამ საინტერესო ტექნოლოგიურ და უკვე ცხოვრებისეულ საკითხებზე ვისაუბრებ კოდის ამ ეპიზოდში. მომყევით. TikTok-ი თავისივე community guidelines განახლებისთვის ემზადება, რომელიც სოციალური ვიდეო პლატფორმაზე არსებობის წესებს განსაზღვრავს და იმ სტანდარტებსაც გვაცნობს, რომლითაც კონტენტის for you-ზე გაშვებას წყვეტს ხოლმე. მართალია უმეტესად განახლება არსებულ ტექსტებს ამარტივებს, მაგრამ ახალ ვერსიაში მაინც არის რამდენიმე საკითხი გამოკვეთილი. მათ შორის ის, თუ როგორ ანიჭებს TikTok-ი უპირატესობას თავის ბაზარს. როგორ ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მოარგოს გამოცდილება და როგორ ახორციელებს მცირე ცვლილებებს AI კონტენტის დაშვების კუთხით. უნდა აღნიშნო, რომ დღეს სოციალური მედიის კომპანიებს მსოფლიო მასშტაბით მთელი რიგი რეგულაციების დაცვა უწევთ. იქნება ეს გაერთიანებული სამეფოს Online Safety Act OSA, ევროკავშირის Digital Services Act DSA თუ ამერიკის Take It Down Act. TikTok-ის ამჟამინდელი ცვლილებები კი, რომლებიც 2025 წლის 13 სექტემბერს ამოქმედდება, განახლებულ წესებს მოიცავს. TikTok Live-ის კრეატორებისთვის კომპანია შეახსენებს, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან ყველაფერზე, რაც Live-ის დროს მოხდება. იქნება ეს მესამე მხარის ხელსაწყოები, რეალურ დროში თარგმნისა თუ ხმის ტექსტად გარდაქმნის ხელსაწყოების ჩათვლით. არფრთხილებს თვალი ადევნონ ამ ინსტრუმენტებს და დარწმუნდნენ, რომელიმე მესამე მხარის მომსახურებებისთვის დაწესებულ წესებს ხომ არ არღვევს. საყურადღებოა ახალი წესები კომერციული კონტენტისთვისაც. გვეუბნებიან, რომ იმ კონტენტის ხილვადობა შემცირდება, რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებს შეიძინონ პროდუქტები პლატფორმის მიღმა იმ ბაზრებზე, რომლებშიც TikTok Shop-ი ხელმისაწვდომია. TikTok-მა საუბარი მომხმარებელთა ძიების შედეგების მორგებაზეც დაიწყო. თუ აქამდე ძიების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის რელევანტური იყო, ახალი წესების მიხედვით ძიების შედეგები და რეკომენდაციები ყველა მომხმარებლისათვის განსხვავებული გახდება. შეიძლება ითქვას ინდივიდუალურიც. ეს თქვენს წარსულ აქტივობებს დაეფუძნება პლატფორმაზე, მათ შორის ძიებებს და კონტენტს, რომელსაც უყურებთ. ამასობაში კომენტარებსაც პერსონალიზებულს ხდიან. ისეთი მახასიათებლების მიხედვით დალაგდება, როგორებიცაა წარსულში თქვენ მიერ გაცემული პასუხები, მოწონებები და რეპორტები. ეს იმას ნიშნავს, რომ კომენტარების სექციასაც ყველა მომხმარებელი სხვადასხვანაირად დაინახავს. რაც შეეხება AI კონტენტის სექციას, დრამატულად არ შეცვლილა, თუმცა ახლა უკეთ გადმოგცემენ, რა ტიპის კონტენტი არ არის დასაშვები. აქამდე TikTok-მა აგრძელა კონტენტი, რომელიც აზიარებდა ან აჩვენებდა ყალბ ავტორიტარულ წყაროებსა თუ კრიზისებს. არასწორად წარმოადგენდა საჯარო ფიგურებს კონკრეტულ კონტექსტში. ეს შეზღუდვა ბულინგს, მხარდაჭერის მიღებასა თუ გაცემასაც შეეხებოდა. ახლა კი ნარატივის შემდეგნაირად შეიცვალა. TikTok-ი არ გაძლევთ იმგვარი კონტენტის განთავსების შესაძლებლობას, რომელიც შეცდომაში შემყვანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებით, ან საზიანოა ინდივიდებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმძღვანელო პრინციპების ენა გამარტივებულია. მაგალითად, For You feed eligibility სტანდარტის შემთხვევაში დაუშვებელი კონტენტის გრძელ სიას აღარ შეხვდებით. სანაცვლოდ ეს ინფორმაციების სხვადასხვა განყოფილებაში თემატურად გადანაწილდება. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ TikTok-მა შეცვალა მიზეზები, რომლითაც განმარტავს თუ რატომ ერთვება კონტენტის მოდერაციაში. თუ ადრე აცხადებდა, რომ პროცესი პლატფორმას უსაფრთხოს, სანდოსა და ცოცხალს ხდიდა, ახლა კონტენტის მოდერაციას აღწერს პროცესად, რომელიც TikTok-ს უსაფრთხო სახალისო და შემოქმედებით სივრცედ აქცევს ყველასთვის. ვიცი, რომ YouTube პლატფორმის მომხმარებლები და კრეატორები მელით, თუმცა ჯერ გადავდივარ მეტას Instagram პლატფორმაზე. Instagram-ი კრეატორებს rilsების დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ფუნქცია წესით TikTok-იდან უნდა გეცნოთ. კრეატორებს უკვე Instagram-ზეც შეეძლებათ რამდენიმე rilsის სერიებად დაწყვილება. თუ იგი ამბობს ერთ ვიდეოში ვერატებს და ბოლოს ფრაზით გადადით მეორე ნაწილზე ასრულებს.
ახლა ამ მეორე ნაწილის ძიება აღარ მოგიწევთ, რადგან ვიდეო ავტომატურად აღნიშნული კონტენტით გაგრძელდება. Instagram-ის ახალი ფუნქცია მხოლოდ რაღაც ამბის განსხვავებული ნაწილების დაკავშირებით კი არ არის კარგი, არამედ მსგავსი ვიდეოების დაჯგუფებისთვისაც გამოდგება. მაგალითისთვის, თუ კრეატორი საშემოდგომო რეცეპტებს იღებს, შეუძლია ახლა ერთ ჯგუფად შეკრას და მაყურებლებს მათი დათვალიერება გაუმარტივოს. ხოლო მას შემდეგ, რაც კრეატორი rilsებს კონკრეტულ სექციებში მოაქცევს, მომხმარებლებს ახალი ღილაკის დახმარებით შეეძლებათ შემდგომ ვიდეოზე გადასვლა, რომელიც rils's ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება. თუ Instagram-ს დავუჯერებთ, ამ ფუნქციას ბევრი მომხმარებელი ითხოვდა და ახლა იგი უფრო გაამდიდრებს storytelling-ის გამოცდილებას, ანუ ამბის თხრობის გამოცდილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მაყურებელთა გაზრდილ ჩართულობაზე. ამასთან ასე მეტი შანსი ჩნდება, რომ ჩვეულებრივი მაყურებლები მიმდევრებად აქციონ, გამომწერებად, იგივე follower-ებად. ზოგადად, წინასწარი ინფორმაციით 2025 წლის ბოლოს სოციალური ქსელების სტრატეგიის დაგეგმვის საკითხში ძირითადი ცვლილებები მოიცავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, ვიდეოზე ორიენტირებულ კონტენტზე ფოკუსირებას და სტრატეგიების კორექტირებას, ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის პოტენციური აკრძალვის გათვალისწინებით. TikTok-ის აკრძალვამ შეიძლება Instagram-ისა და YouTube-ის მომხმარებლების ზრდა გამოიწვიოს. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიცავს კომერციული ბრენდების რეკლამირებისათვის ჩაშვებულ კონტენტზე ექსპერიმენტების გაზრდას, პრიორიტეტების ინდივიდუალურ ინტერესებზე მინიჭებას და ასე შემდეგ. მოკლე ვიდეო კონტენტი კვლავ დომინირებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok-ი, Instagram Reels-ი და YouTube Shorts-ი, რაც ვიდეოს ხილვადობისა და ჩართულობისათვის გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით სარეკლამო აქტივობებისას. და ვაგრძელებ საუბარს ცვლილებებით, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პლატფორმაზე YouTube-ზეა მოსალოდნელი. ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა ახალი წესები. 2025 წელს YouTube-მა წარმოადგინა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც არა მხოლოდ კონტენტის შექმნისა და მოხმარების წესს, არამედ მისი მონეტიზაციისა და მართვის წესსაც ცვლის. ეს ცვლილებები შექმნილია კონტენტის ავტორთათვის წარმატების გასაუმჯობესებლად, ვიდეო პროდუქციის წარმოების გამარტივებისა და მაყურებლებისათვის უფრო მიმზიდველი პროგრამის შესათავაზებლად. პირველი არის მონეტიზაციის ახალი წესები. მეტი შესაძლებლობა ახალი და გამოცდილი არხებისათვის. 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი განახლება YouTube-ის პარტნიორთა პროგრამის YPP-ის კრიტერიუმების გადახედვაა. YouTube-მა აღიარა მცირე და კონკრეტული შინაარსისა თუ ფორმატის შემქმნელების მზარდი პოპულაცია და მათ მხარდასაჭერად მონეტიზაციის წესების შეცვალა. მონეტიზაციის პროგრამაში ჩასართველად გამომწერთა საწყისის ღრუბლი 1000-დან 500-მდე შემცირდა. საჯაროდ ყურების სავალდებულო დრო ბოლო 12 თვის განმავლობაში 4000-დან 2000 საათამდე შემცირდა. შემქმნელებს ახლა შეუძლიათ მოკლემეტრაჟიანი ნახვების მონეტიზაციის უფლება მიიღონ 90 დღეში 3 მილიონი ნახვის შემთხვევაში. აქამდე კი იგივე დროში ნახვის 10 მილიონი მინიმალური ლიმიტი იყო. ეს ცვლილება გარდამტეხია ახალი არხებისთვის, რომლებსაც ძლიერი ჩართულობა აქვთ, ანუ ხშირად ტვირთავენ ვიდეოებს, მაგრამ შეზღუდული ყურებადობა აქვთ. ახლა კი ნაკლები შეზღუდვებით მეტ შემქმნელს შეუძლია უფრო ადრე დაიწყოს შემოსავლის მიღება, რაც მათ სტიმულს მისცემს მეტი დრო და რესურსი ჩადონ თავიანთ არხებში. ასევე კონტენტ კრეატორებს შეუძლიათ ავტომატურის გარდა საკუთარი სურვილისამებრ ხელითაც ჩაამატონ რეკლამები სასურველ ადგილას, რაც ზრდის შემოსავლის მიღების საშუალებას. YouTube-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს ასევე ნიშნავს მაყურებლებისთვის კონტენტის უფრო მეტ მრავალფეროვნებას, რადგან მეტი არხი და ახალი სახეები იქნება წარმოდგენილი. მეორე არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ინსტრუმენტების გამოყენება. უფრო ჭკვიანური კონტენტის შესაქმნელად. YouTube-მა ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ თავის პლატფორმაში ჩააშენა, რათა შემქმნელებს ვიდეო პროდუქციის წარმოების მრავალ ასპექტში დაეხმაროს. ეს ინსტრუმენტები YouTube სტუდიოშია ჩაშენებული და ხელმისაწვდომია როგორც დესკტოპის, ასევე მობილური მოწყობილობების მომხმარებლებისთვის. ძირითადი მახასიათებლებიდან ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია მინიატურების გენერატორი, იგივე YouTube thumbnail-ების, ანუ გამხსნელი ბანერების ავტომატური შემქმნელი, რომელიც შენივე ვიდეოდან გთავაზობს სამ ყველაზე საჭირო სასარგებლო ყდას, რათა გაიზარდოს ვიდეოს გახსნის, იგივე დაწყაპუნების მაჩვენებელი. ეს შეთავაზება YouTube-ს აქამდე ჰქონდა, თუმცა ქაოტურად. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ავტომატური მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების გენერატორი. ეს შეთავაზება უფრო გრძელ ვიდეოებს გარდაქმნის მოკლემეტრაჟიან ვიდეოებად. ამას კი ყველაზე მიმზიდველი 15-60 წამიანი კლიპების ავტომატურად შერჩევით აკეთებს.
კიდევ ერთი სიახლე სასურველ ენაზე ხმის დუბლირება და თარგმნა. ეს საშუალებას იძლევა ვიდეოების დუბლირება მრავალ ენაზე ხელოვნური ინტელექტის ხმის სინთეზის გამოყენებით მოხდეს, რაც აფართოებს აუდიტორიის მასშტაბს. თუ აქამდე ქართულ ვიდეოს ძირითადად მხოლოდ ქართველები უყურებდნენ, ახლა მას ნებისმიერ ქვეყანაში ნახავენ თავიანთ ენაზე, ავტომატური რობოტული დუბლირებით. ეს სერვისი ამჟამად სატესტო რეჟიმშია და ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე წამყვან ენაზეა ხელმისაწვდომი. თუმცა პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე ფართოდ გავრცელდება. ეს სიახლეები შემქმნელებს, ანუ კონტენტ კრეატორებს, საშუალებას აძლევს უკეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ იმის შესახებ, თუ რა სახის კონტენტის შექმნა შემდეგში. ვარაუდებზე დაყრდნობის ნაცვლად შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ მყარი მონაცემები თავიანთი სტრატეგიის წარმართვის, მაყურებელთა შენარჩუნების მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მათი გამომწერების კმაყოფილების გაზრდის მიზნით. ახლა მოდი მოკლედ გავეცნოთ საკითხს, თუ როგორ მუშაობს სოციალური პლატფორმების ენა, სახელწოდებით ალგორითმი. სოციალური ქსელების ალგორითმი ტექნიკურად სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ერთი მიზანი: შეისწავლონ მომხმარებლების ქცევა, ინტერაქცია და მიაწოდონ ის კონტენტი, რომელიც მას მოსწონს და დიდხანს გააჩერებს პლატფორმაზე. ფაქტობრივად გვითვალთვალებს, გვსწავლობს და გვმართავს. ალგორითმი არ აკვირდება კონტენტის ხარისხს ან იმას, რომ კონკრეტულმა ფოტო-ვიდეომ შეიძლება ვინმეს ავნოს, მათთვის მთავარია, რომ დღის განმავლობაში უფრო დიდხანს შეინარჩუნოს აქტიური ანგარიში. როგორ მუშაობს ალგორითმი? სოციალური ქსელების ალგორითმები მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს აჩვენოს მისთვის ყველაზე საინტერესო და შესაბამისი შინაარსის ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაცია. ეს ალგორითმები იყენებენ მონაცემების დიდ რაოდენობას, მათ შორის შენი ქცევის, ინტერესების, კავშირებისა და მოქმედებების ისტორიის ნაერთს. იმისთვის, რომ გადაწყვიტონ რა უნდა დაგანახონ მთავარ გვერდზე, ეგრეთ წოდებულ სიახლეების ფიდში, სტორებში ან რეკომენდაციებში. მონაცემების შეგროვება მოიცავს: რას ალაიქებ, ანუ იწონებ და კითხულობ, ვისთან გაქვს უფრო მეტი კომუნიკაცია, კომენტარები, ჩათები, იგივე მიმოწერები, თეგები, იგივე მონიშნები. რამდენხანს უყურებ ვიდეოს ან კითხულობ პოსტს, რას ეძებ ან ინახავ, რომელი ტიპის შინაარსს ანიჭებ უპირატესობას, მაგალითად ვიდეოს, ფოტოს თუ ტექსტს და ასე შემდეგ. ალგორითმი აფასებს ყველა შესაძლო პოსტს და ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, რამდენად შესაძლოა შენ მოგეწონოს ის პოსტი, დააინტერესოს შენი მეგობრები ან აუდიტორია ამ პოსტით, მოახდენს თუ არა ეს პოსტი შენი ქცევის ცვლილებას და სხვა. ამის მიზანი კი ერთია, რაც შეიძლება დიდხანს გაგაჩეროს პლატფორმაზე, გაჩვენოს ისეთი რეკლამები, რომლებმაც სავარაუდოდ უნდა დაგაინტერესოს, წაახალისოს კონტენტი, რომელიც მიიღებს მეტ ინტერაქციას, ლაიქს, კომენტარს, გაზიარებას. რასაც დღეს ვუყურებთ, საკმაოდ შემაშინებელი მომავლის საძინდარია. როდესაც ვსკროლავთ და ხშირად წავაწყდებით ხელოვნური ინტელექტის პროგრამებით დამზადებულ ვიდეოებს, ვიპყრობს აზრი, რომ მალე ანიმირებულს ნამდვილისგან ვეღარ გავარჩევთ. იმდენად რეალისტურია ეს ყველაფერი. შიშისა და დაბნეულობის მიუხედავად შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობს ადამიანური უნარები, რომელთა რეპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია. ეს კი შემოქმედებით ადამიანებს არ მხოლოდ დასაქმებაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დაეხმარება. ადრე გიამბეთ AI ინსტრუმენტებზე, რომელთა გამოყენებითაც კონტენტის გამრავალფეროვნება შეგიძლიათ. ახლა კი აქცენტს იმაზე გავაკეთებ, თუ რას მოიცავს ის უნარები, რომელსაც სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. ადამიანების გაგების ინტელექტუალური უნარი. დამკვეთი ხშირად ითხოვს რაღაც ისეთს, რომელსაც ზუსტად ვერ აღწევს. ამ დროს მისი გაგება ზოგჯერ გამოცდილ დიზაინერსაც უჭირს, არათუ AI-ს. შეიძლება ყველა პიქსელი გეომეტრიულად იდეალური იყოს, მაგრამ ვერ გამოხატავდეს იმ აზრსა და სურვილებს, რაც დამკვეთს ჩანაფიქრში ჰქონდა. სწორედ ამ ჩანაფიქრის ამოცნობაა ის უნარი, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გვაქვს. შეიძლება სიტყვასიტყვით ვერ აგვიხსნას დამკვეთმა რა სურს, მაგრამ ჩვენ, როგორც ადამიანები, ვწვდებით მის ხედვას. ცხოვრებისეული გამოცდილება. ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტ კონტენტიდან სწავლობს. ჩვენ კი ბევრად უფრო გამოცდილი მასწავლებელი გვყავს. ცხოვრება. მან შეიძლება ჩვენზე უკეთ იცოდეს ბრმა ფაქტები. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი, მაგრამ არ იცოდეს, რას ვაკეთებთ ადამიანების სხვადასხვა სიტუაციაში. რაზე ვფიქრობთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი და რა მიგნებებს ვაკეთებთ ყოველდღიურობაში. შეგრძნებებით.
მეგობრები, მეზობლებთან ურთიერთობა, ან თუნდაც ოჯახური ვახშმები, სადაც სამი თაობა ყველაფერზე კამათობს. ეს ქმნის კულტურულ გაგებას, რომელსაც ვერც ერთი ალგორითმი ვერ შეედრება. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოქცეს კლიშეები, რეალურმა ცხოვრებამ კი ისეთი ხელჩასაჭირი, რომელიც კარგი კამპანიის დაგეგმვაში დაგეხმარება. ფიქრი ჩარჩოებს მიღმა. ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი უნარია ჩარჩოებს მიღმა გახედვა და თვალსაჩინოს გაფართოება. ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავად ახერხებს იმის გამეორებას, რაც უკვე არსებობს. ადამიანები კი ახლის ძიების სურვილით ვართ გამშვალუნი. განსაკუთრებით კრეატიულ ინდუსტრიაში ინოვაციები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ ხშირად შევდივართ უცხო მოედნებზე სათამაშოდ, რასაც AI ვერ აკეთებს. რეალური ურთიერთობების მართვა. რადგან ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს, ადამიანური კავშირები უფრო ღირებული გახდება. ჩვენი კლიენტები არა მხოლოდ იდეებს ყიდულობენ, არამედ ნდობას, თანამშრომლობას და სიმშვიდეს იმ გაგებით, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ნამდვილად უმკლავდება მათ გამოწვევებს. ამ ურთიერთობების დამყარება მოითხოვს უნარებს, რომელთა დაპროგრამება შეუძლებელია. მოსმენას, თანაგრძნობის გამოხატვას, იმის ცოდნას, თუ როდის უნდა წაახალისოთ მოსაუბრე და როგორ აგრძნობინოთ, რომ მისი გესმით. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა. ბოლო უნარი ამ ხუთეულის სიაში ცოტა განსხვავებულია. ხელოვნურ ინტელექტთან პარტნიორობა ადამიანური უპირატესობის შენარჩუნებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ დროს დავხარჯავთ შექმნაზე, მაგრამ მეტ დროს დავუთმობთ კურატორობას, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებას, იმის უზრუნველყოფას, რომ შესრულებამ დააკმაყოფილოს რეალური ადამიანური საჭიროებები, მათ შორის ემოციურ დონეზეც. დიახ, რუტინული ამოცანებისათვის ჩვენ სულ უფრო მეტად დავეყნობით ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა ეს საშუალებას მოგცემს უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება კონტექსტის გაგებაზე, ურთიერთობების დამყარებაზე, შემოქმედებითი რისკების საკუთარ თავზე აღებასა და კულტურული ხედვის გამოვლენაზე. ჩვენი ღირებულება გამოიხატება იმაში, რომ შეგვიძლია უფრო ღრმა მიზნებს ვემსახუროთ, ვიდრე ალგორითმულ ჩარჩოებში მოქცევაა. პროგრესთან და ახალ მიღწევებთან ერთად ფაქტობრივად უკონტროლო სოციალური ქსელები და ხელოვნური ინტელექტი ცალკე და ერთადაც ქმნიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ, ფსიქოლოგიურ, ეთიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს. მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეგროვება და გაყიდვა მესამე მხარეზე, იდენტობის ქურდობის რისკი, ყალბი ამბების და პროპაგანდის შექმნა გავრცელება, მუდმივი შედარება სხვებთან, რომელიც იწვევს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, დეპრესიას. პათოლოგიური დამოკიდებულება ლაიქებზე, გაზიარებებზე, შეხედულებებზე, კიბერბულინგი, ჰარასმენტი, იგივე სიძულვილის გაღვივება, მიზანმიმართული და უნებრიე ტროლინგი, ანუ თავდასხმები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ნეგატიური მხარეების უგრძელეს სიაში ერთ-ერთი მთავარია. ბევრ შეგონებას არ დავიწყებ. ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ ავკვეთ რეალობას და მზად ვიყოთ მომავლისთვის. ეპიზოდი კი მინდა სამადლობელი ტექსტით დავასრულო და ეს ტექსტი წინასწარ არ მომიმზადებია. არ ვკითხულობ პრომპტერზე, გადავდებ პულტს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გამომწერებს ზოგადად, რომ არიან ჩემი გამომწერები, იწონებენ ვიდეოებს, გამოხატავენ რეაქციას კომენტარების სახით და ზოგადად აქტიურად არიან ჩართული ამ არხის განვითარების პროცესში. განსაკუთრებული მადლობა კი რა თქმა უნდა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც პერიოდულად არხის მიმართ გამოხატავენ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ამ არხის არსებობისათვის ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თუმცა მე მჯერა, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც პერიოდულად, პერმანენტულად რეცხავენ კონკრეტულ თანხას ჩემს ანგარიშზე, შეგნებული და გააზრებული აქვს ის დიადი მიზანი, რომელსაც სინამდვილეში ეს პროექტი ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტმა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების განათლებაში, შემეცნებაში, იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება დაინტერესდეს უფრო ღირებული, საჭირო და განსავითარებელი საკითხებით და არა მხოლოდ გასართობი და დროის გასაყვანი კონტენტით. მე ჯერა, რომ ის გამომწერები, რომელთა სახელებსა და გვარებს ახლა თქვენ ხედავთ, არიან ამ პროექტის თანაშემქმნელები. ამას ვამბობ ხმამაღლა და სიხარულით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ამ პროექტის არსებობაში. აქვე, ვისაც აქვს მხარდაჭერის სურვილი, როგორც
მატერიალურ-ტექნიკური, ასევე ფინანსური. ანგარიშის ნომრები მითითებულია ვიდეოს აღწერაში და ასევე ამ ვიდეოს ბოლოსაც ნართული იქნება შტრიხ-კოდები ორი ბანკის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ ამ პროექტის გულშემატკივრები და მეც შეძლებს და გვარად გავაგზავნებ ამ პროექტის შექმნას, დაუღალავად და ისეთივე მაღალი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვეკიდებოდი ამ საქმეს. არხის გამოწერა კი არ დაგავიწყდეს. აბა, დროებით.